გაირკვა რა ღირს ქართველი ხალხის სიყვარული. საქართველოს სიყვარული რომ სოლიდურ თანხად იყიდება ეს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის საშუალებით კიდევ ერთხელ გაცხადდა. ლობიზმისთვის ნაციონალურმა მოძრაობამ კომპანია ნელსონ მალინსი $360,000 დაიქირავა. კომპანია, რომელიც ჯო ვილსონის შემომწირველია. ამერიკელი კონგრესმენის, რომელიც ქართული ოპოზიციის ღია მხარდამჭერი და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკოსია. Როდესაც ვიღაც ესეთი მონდომებით აკეთებს განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით და სრულ თანხმედრაშია კონკრეტული პოლიტიკური ძალის ეგრეთ წოდებულ message box-თან, რა თქმა უნდა, ამის ძალიან საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, რომ ეს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ხდებოდა ამგვარი, ასე ვთქვათ, ინტერესი და დაინტერესება საქართველოს საკითხით და საქართველოში მიმდინარე პროცესებით. სახელისუფლებო გუნდის ეჭვები ფარას დოკუმენტმა დაადასტურა. ოფიციალური მტკიცებულებების მიუხედავად ნაციონალურ მოძრაობაში დღეს მაინც ამტკიცებდნენ, რომ ჯო ვილსონი არა მათი, არამედ ქართველი ხალხის მხარდამჭერია. გიორგი ბარამიძე ფარას ანგარიშის გვერდის სავლით იმასაც ამტკიცებდა, რომ ამერიკელ კონგრესმენსა და მათ მიერ დაქირავებულ კომპანიას შორის კავშირი არ არის. ლობისტური კომპანია, რომელიც თვითონ იღებს რესურსებს პიროვნებებისგან, პარტიებისგან, კომერციული ორგანიზაციებისგან, სხვა საკითხების ლობირებაში, თურმე თვითონ შეიძლება იყოს რომელიმე კონგრესმენის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი. არის სრული ბოდვა. პეტრე ცისკარიშვილის ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ნელსონ მალინსი ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში უნდა დაეხმაროს. ეს მაშინ, როდესაც მოქმედი ხელისუფლების პირობებში პარტია ყველა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მიზანიც რაც არის მითითებული, რომ თურმე თავისუფალი და დამოუკიდებელი თავისუფალი არჩევნების ლობიზმით არის დაკავებული მაშინ, როდესაც თავად სრულიად რადიკალიზაციით გამოირჩევა ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის საარჩევნო პროცესებში. ეს არის უბრალოდ ყალბი დასახელება, ყალბი სახელი იმისთვის, რომ გაამართლონ თავიანთი პოლიტიკური რადიკალიზმი. როგორც ამ შემთხვევაში, ფარამ გამოავლინა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაფინანსებული ჯო ვილსონი და მისი აქტივობა სოციალურ ქსელებში თუ ზოგადად მედია სივრცეში იდენტური საფუძველი აქვს ყველა იმ უსამართლო განცხადებას, რომელიც ქართული ოცნების, საქართველოს ხელისუფლების და ქართული ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამაზე საუბრობდით, რომ ფული აქვს ამ ადამიანს აღებული, რომ დააყენო და რომ უთხრა, მიუტანო, რომ გააჩვენო საქართველოს სად არის, აი დარწმუნებული ვარ, ვერც გეტყვის სად არის საქართველო. და წარმოდგენა არ აქვს, შეიძლება ჯორჯიის შტატი გონია საქართველო. მაგრამ ფული აქვს აღებული იმ ადამიანს, რასაც დაუწერენ, იმას აჟღერებს და იმას იმეორებს. ლობიზმის ამ ორიგმა ლუსტრაცია მართველი გუნდი ამერიკული ფარას ქართული ანალოგის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. გამჭვირვალობის მიზნით მსგავსი რეესტრის შექმნის მოწინააღმდეგეთა სიაში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ნაციონალური მოძრაობაც ირიცხება.